უკანონო გარიგებარის გამო უმწეო ოჯახები დახმარების გარეშე დარჩნენ. პროკურატურამ სოციალური აგენტი დააკავა, რომელიც ქვემო ქართლში შეძლებულ ოჯახებს ღარიბის სტატუსს ანიჭებდა და სავარაუდოდ თამაში ქრთამს იღებდა. 75 ოჯახიდან, რომლებსაც დახმარება დაუნიშნეს, 23 ფინანსურად შეძლებული აღმოჩნდა. მათ საკუთრებაში ბინა, მიწისნაკვეთები და ძვირადღირებული მანქანებია. გარიგების დეტალები ნახეთ ეკა სოსელიას სიუჟეტში. ორსართულიანი სახლის საკარმიდამო ნაკვეთი, სატელიტური ანტენა, საყოფაცხოვრებო და საოჯახო თანამედროვე ტექნიკა, სარეცხი მანქანა, მაცივარი, გასქურა, ტელევიზორი, ტელეფონი და ბოლოს ყველაზე მთავარი ორი ძვირადღირებული ავტომობილი, დოჯი და ჰამერი. ამ საკმაოდ შთამბეჭდავი ქონების მფლობელ ჯაფაროვების ოჯახს სოციალურმა აგენტმა უმწეოთა დახმარება დაუნიშნა, რომელიც ყოველთვიურად 52 ლარში ადგენდა. ჯაფაროვების ნათესავები განმარტავენ, რომ ძვირადღირებული ავტომობილი და ტექნიკა ოჯახმა სტატუსის მინიჭების შემდეგ შეიძინა, თუმცა ვითარების გადასამოწმებლად ჯაფაროვების ოჯახში 1 წლის წინ მისულმა სოციალურმა აგენტმა შეფასება ძალაში დატოვა. ეს ქალბატონი ბოლოს ჩვენთან 1 წლის წინ მოვიდა. ეს ჩემი ცოლის მშობლების ოჯახია. ისინი ახლა საქართველოში არ იმყოფებიან. ამიტომ ზუსტად არ ვიცი, ყავდათ თუ არა მათ ეს ძვირადღირებული მანქანა ბოლოს შემოწმების დროს. თუმცა შემწეობას კარგ ახანს ვიღებდით. 3-4 თვის წინ შეგვიწდა. არანაკლებ შთამბეჭდავია მეზობელ სოფელ დარბაზში კიდევ ერთი ეროვნებით აზერბაიჯანელი და სტატუსით სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახის ქონებრივი დეკლარაცია, სახლკარი, ნაკვეთი და ძვირადღირებული ავტომობილი. აგენტი ბოლოს ჩვენთან 2007 წელს იყო. სახლში მაშინაც იგივე მდგომარეობა ჰქონდა, ზუსტად ისევე იყო ყველაფერი როგორც ხედავთ. უბრალოდ მანქანა 1 წლის წინ შევიძინე, დახმარება 3-4 თვის წინ შეგვიწყდა. უცნობია ეკუთვნოდა თუ არა ოჯახს უმწეოთა დახმარება, რომელმაც სტატუსის მინიჭებიდან 1 წელიწადში ძვირადღირებული ავტომობილის Nissan Xterra შეძენა მოახერხა, სად გაავლო სოციალურმა აგენტმა სიღარიბის და კეთილდღეობის ზღვარი და თან ეს მაშინ, როცა უმწეო სტატუსის მინიჭება ძალიან რთულად ხდება. მარტო ქრონიკის არქივში უამრავი მაგალითი ინახება, როცა ოჯახს უმწეოთა დახმარებაზე უარი ნაჩუქარი ტელევიზორის ან მობილური ტელეფონის გამოუთხრეს. არ გამოურიცხავ, რომ თვითონ ეს მანქანა შემდგომ პერიოდში შეიძინა იგივე იმ ბენეფიციარმა. მათ გააჩნდათ სტაბილური შემოსავალი, მათ გააჩნდათ სამსახური, მათ გააჩნდათ მიწის ნაკვეთები, მათ მფლობელობაში არსებული და სხვა სარჩო, რომელიც გამორიცხავს ფიზიკურად ნორმატიული აქტებიდან გამომდინარე მათ უფლებას მიიღონ სოციალურ დახმარებას სახელმწიფოს მხრიდან. მე არანაირად თავს არ ვსწნობ დამნაშავედ, იმიტომ რომ არაფერი გამიკეთება ის. 4 ოჯახის ქონებრივი მდგომარეობის არასრულყოფილად შესწავლის ბრალდებით სოციალური აგენტი ქვემო ქართლის პროკურატურამ უკვე დააკავა. დაუზუსტებელი ინფორმაციით სტატუსის მინიჭების სანაცვლოდ ფატი ბაინდურაშვილი ოჯახებიდან გარკვეული ოდენობის თანხას ერთჯერადად იღებდა. სოციალური აგენტია მისი მეუღლეც. საინტერესო დეტალია ისიც, რომ საარსებო შემწეობას დაკავებულის მეუღლის მშობლებიც იღებდნენ. როცა მოვიდა ის აგენტი და შეაფასა, ალბათ ჩათვალა იმან, რომ ის ეკუთვნოდა რაღაცნაირად და სულ რაღაც 1-2 თვე მიიღეს იმას და მე ჩათვალეს და მოეხსნა. ფანტი ბაინდურაშვილმა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად არ მოახდინა ოჯახის საკუთრებაში არსებული მატერიალური ქონების აღრიცხვა. პროკურატურამ ქვემო ქართლში პროგრამის მონაწილე 75 ოჯახი შეამოწმა, მათგან 23 საკმაოდ შეძლებული აღმოჩნდა. აქვთ მიწის ნაკვეთები, კეთილმოწყობილი სახლები და სტაბილური შემოსავალი. სამართალდამცავები კიდევ 10-ობით ოჯახის გადამოწმებას გეკმავენ.